ქვეყნის მასშტაბით წლიურად დაახლოებით წარმოიქმნება 1,100,000 ტონა მუნიციპალური ნარჩენი, რომელშიც სხვადასხვა კვლევებით არის 12-დან 14%-მდე პლასტიკი. წარმოგიდგენიათ რამ ხელმოცლობის მეორად მატერიალურ რესურსთან გვაქვს ჩვენ საქმე, რომელსაც ჩვენ ყოველწლიურად უშვებთ ნაგავსაყრელზე. ანუ ღირებულების მქონე ნედლეულს უშვებთ ნაგავსაყრელზე და კიდევ ფულს ხარჯავთ ამ ნაგავსაყრელის მოვარაპატრონებაზე. ანუ რა გამოდის? ფულის დასამარხად სახელმწიფო ისევ ფულს ხარჯავს. ასეთი ვთქვათ უცნაური სხვა სიტყვის გამოყენება შეიძლება, მაგრამ უცნაური ქმედებებისგან შედგება ის ბლოკი, რომელსაც ქვია ეკონომიკიდან გამოხშირული ბლოკი. თუ ეს სწორად და ნორმალურად დაიგეგმება, ცხადი ამას მოყვება გარკვეული ტიპის ეკონომიკური ეფექტი. მე არ ვამბობ, რომ ეს ქვეყანას, ვთქვათ, ეკონომიკას გამწევი ძალა იქნება და რაღაცა, თუმცა არც ისე მარტივად არ არის საქმე, რომ ეს არაფერი არ არის ქართული ეკონომიკისათვის. გარემოში გადაგდებული ნარჩენი არსად არ ქრება. ის უკან გვიბრუნდება ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში. და ჩვენი სახს იქითაც რომ ჩვენი სახლია, ეს უნდა გავიხსენოთ. ვიცით ჩვენ ეს ქართველებმა, რომ ჩვენ სახს იქითაც ჩვენი სახლი რო არის, ეგ ვიცით. და უნდა გავიხსენოთ. და ამ მიმართულებით მეტი ყურადღებით უნდა ვიყოთ. მე ამ სფეროში ჩართული ვარ უკვე 30 წელი გახდება. მალე სკოლის დამთავრების შემდეგ ჩემი სპეციალობაც ეგ არის და უყურებ ამას და მნიშვნელოვნად არის საზოგადოების ქცევა შეცვლილი. ქცევის ცვლილება ურთულესი რამ გახლავთ. ეს არ არის რაღაცა შენობა ნაგებობის აშენება, ან ხიდის გაკეთება, ან გზის დაგება, ეს უმარტივესი რაღაცებია, მაგრამ საზოგადოების ქცევის ცვლილება არის ურთულესი რაღაცა, რომელსაც ჩვენ შეიძლება ითქვას, რომ არც თუ ისე დიდი ხნის განმავლობაში მივაღწიეთ და არც თუ ისე რთული გზა გავიარეთ ამაში. რატომ? იმიტომ რომ ქართულ ხასიათში დევს ეს გარემოსადმი კეთილგანწყობა, კეთილდამოკიდებულება და ჩვენ შევძელით რომ ეს მეტნაკლებად გაგვიხსენებინა, მაგრამ ბოლომდე გვაქვს გასახსენებელი ჩვენ ის რომ ჩვენ სახს იქეთ, ჩვენ კარის ზღურბს იქეთად ჩვენი სახლი რო არის და ამას აუცილებლად მივაღწევთ ჩვენ ერთობლივი მუშაობით. დიდი დახმარებები მქონდა დღემდე, ეს არის საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული პროგრამები, რომელსაც ახორციელებენ ადგილობრივი ორგანიზაციები, ზოგან მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობით, ზოგან თვითონ მოსახლეობასთან, ზოგან სასწავლო დაწესებულებებთან, ცენტრალურ ხელისუფლებასთან, რეგიონულ ხელისუფლებასთან. ამ პროგრამებს ახორციელებდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები. და ამ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შემუშავებული არის ათობით საკანონმდებლო ნორმატიული აქტი, რომელიც დამტკიცებული არის ჩვენი ხელისუფლების და წინა ხელისუფლებების მიერ. მოსახლეობას არამც თუ საერთო ზოგადი ნარჩენების შეგროვების სერვისი უნდა მიეწოდოს, მას უნდა ქონდეს საშუალება, რომ უახლოეს ცენტრალურ პუნქტებთან, ადმინისტრაციულ ცენტრებთან მაინც ქონდეს ნარჩენების დახარისხებული შეგროვების სერვისი მიწოდებული. ეს კომპლექსური თემა ამას ებმის ასევე წარმოების გაფართოებული ვალდებულება, რომელიც ეხება შეფუთის ნარჩენების მართვას და სამწუხაროდ დღემდე ვერ იქნა მიღებული საქართველოს მთავრობის მიერ ეს ტექნიკური რეგლამენტი. შეგროვების ნაგავმზიდების, ურნების შეძენა და განთავსება და მათი გამოყენება არ არის საკმარისი თუ ამ სეპარირებულ და დახარისხებულ ნარჩენებს მიმართულებას არ მისცემს მუნიციპალიტეტი. თუ თქვათ შეაგროვა პლასტიკის ბოთლები, ეს რომ უნდა წაიღოს და უნდა დაპრესოს და მიცეს სასაქონლო სახე. შემდეგ იგივე ეხება ქაღალდს, რომ მისცეს სასაქონლო სახე და შეინახოს იმგვარად, რომ ხარისხობრივი მაჩვენებლები
უკვე ნედლეულად ქცეული ნარჩენებისა არ გაუარესდეს. საქმეს აკეთებს კონკრეტული სქემის შემუშავება. იქ რომ შეაგროვებ ამ ნარჩენს, იქ რომ წაიღებ, დაპრესავ, მიცემ, თქვათ, სასაქონლო სახეს ამ ნარჩენებს, შემდეგ უნდა შეგიძლიოს ეგრეთოს ასევე მისი განკარგვა. განკარგვა რას ნიშნავს? იმას, რომ შენ ეს მუნიციპალიტეტმა უნდა მოახდინო მისი გასხვისება ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ამას მთელი რიგი პროცედურები უძღვის წინ, ხო? და უნდა გაასხვისო ეს ისეთ ორგანიზაციაზე, ვისაც ამ საქმიანობაზე აქვს შესაბამისი ნებართვა, ან რეგისტრაცია, ან სხვა ტიპის სახელმწიფო თანხმობა გაცემული ამ საქმიანობაზე. სხვა შემთხვევაში გამოდის, რომ რესურსები, სახელმწიფო რესურსები იხარჯება იმგვარ აქტივობაზე, რომელიც შემდეგ უბრალოდ მიწაში იმარხება.